მოგესალმებით. 2026 წელი დიდი მსოფლიო ამბებით დაიწყო. 11 დღის წინ ირანში მასშტაბური პროტესტი გაჩაღდა. ქუჩაში თეირანის გარე მოვაჭრეები არნახულად გაზრდილი ფასებისა და ზოგადად ეკონომიკური პრობლემების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. ირანში ეკონომიკური მდგომარეობა აქამდე საკმაოდ მძიმე იყო. თუმცა დეკემბრის ბოლოს სიტუაცია გაცილებით დამძიმდა. 28 დეკემბერს ირანის ეროვნული ვალუტა რიალი დოლარის მიმართ დაეცა ისტორიულ მინიმუმამდე. მაგალითად, 1 დოლარით შეგეძლოთ 1.400.000 რიალის ყიდვა. შედარებისთვის 1 წლის წინ კურსი ორჯერ დაბალი იყო. პროდუქტები თითქმის ორჯერ გაძვირდა, მილიონობით ირანელისთვის პროდუქტებისა და წამლების შეძენა შეუძლებელი გახდა. ირანის ამ მდგომარეობის მიზეზი, გარდა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა, 1979 წლის ირანული ისლამური რევოლუციის შემდეგ დაწესებული სანქციების გახდა. ამ ფონზე ეკონომიკა აღარ იზრდებოდა და ინფლაცია თითქმის ყოველ წელს ორნიშნა იყო. სანამ მიმდინარე ამბებზე მოგიყვებით, ვნახოთ თუ როგორ მოვიდა ირანი სრულ იზოლაციამდე. 50 წლის წინ სიტუაცია ირანში აბსოლუტურად სხვაგვარი იყო. ირანი არა მარტო ამერიკის, არამედ ისრაელის ღირებული მოკავშირეც იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, მოსადი 50 წლის წინ ეხმარებოდა ირანს სპეცსამსახურების შექმნაში. სანამ ისლამური რევოლუცია მოხდებოდა, ირანს მართავდა შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი, რომელსაც განათლება შვეიცარიაში ჰქონდა მიღებული. იგი ირანში 1925 წელს დაბრუნდა, 1950 წელს კი საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით ხელისუფლებაში მოვიდა საკუთარი მამის, ასევე რეზას ადგილას. შაჰი წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო. მან მკვეთრად აიღო გეზი დასავლეთისკენ, მაგრამ არც კორუფციას და არც ავტოკრატიას არ ერიდებოდა. ალბათ ყველას გექნებათ ნანახი ვიდეოები, სადაც ფერადი თავისუფლად ჩაცმული ხალხია გამოსახული და აწერია, მაგალითად, ირანი 1970 წელს. ზუსტად ამ შაჰმა შტატების დახმარებით წამოიწყო ეგრეთ წოდებული თეთრი რევოლუცია. გზებისა და რკინიგზის, კაშხლების და საირიგაციო სისტემების მშენებლობა. ქალები გაცილებით თავისუფლები გახდნენ. ნავთობწარმოება, რითაც მანამდე სხვა ქვეყნის კომპანიები უფრო ხეირობდნენ, მთლიანად ირანის ხელში გადავიდა. შაჰს იდეოლოგიური ოპონენტი ჰყავდა, აიათოლა რუჰოლა ხომეინი, რომელიც შაჰის მმართველობის დროს ემიგრაციაში წავიდა, რადგან ეწინააღმდეგებოდა ირანის დასავლურ ინტეგრაციას და თვლიდა, რომ ქვეყანა ფუნდამენტალისტური ისლამის გზას უნდა გაჰყოლოდა. მოკლედ, შაჰი ფულს ძირითადად სამხედრო ინდუსტრიასა და ქალაქებზე ხარჯავდა. სოფლები და სოციალურად დაბალი ფენები განზე დარჩნენ, რის გამოც 1979 წელს ეკონომიკურმა უკმაყოფილებამ იხეთქა. თუ სხვა ქვეყნების შემთხვევაში რევოლუციების დროს ქუჩაში მოსახლეობის 1% გამოდიოდა, ირანში 10 გამოვიდა. ხალხს უბრალოდ უკეთ ცხოვრება უნდოდა, მაგრამ თანდათან პროტესტმა სულ სხვა სახე მიიღო. ამ პროცესებში ყველაზე წარმატებულები შიიტი სასულიერო პირები გამოდგნენ. მათი გაძლიერების მიზეზი თავად შაჰი იყო, რადგან წლების განმავლობაში ის აფინანსებდა მათ. გამოსვლების დროს ირანის არმია ხალხის წინააღმდეგ არ წავიდა. არც თავად შაჰს არ გამოუვლენია ჩვეული სისასტიკე. ის ავად იყო, კიბო ჰქონდა და რევოლუციიდან მალევე ემიგრაციაში გარდაიცვალა. 1979 წელს შაჰი ირანიდან გაფრინდა, მისი მოწინააღმდეგე აითოლა რუჰოლა ხომეინი კი პირიქით პარიზიდან ჩამოფრინდა. ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ახალმა ხელისუფლებამ მოახდინა ნავთობის ნაციონალიზაცია. ირანელებმა გააგდეს ამერიკელები. საპასუხოდ კი ამერიკელებმა მალევე პირველი სანქციები დაუწესეს ირანს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ძალებმა დაიკავეს აშშ-ს საელჩო. ისინი ითხოვდნენ შაჰის გადმოცემას ირანისთვის. 1979 წელს აშშ-მ აკრძალა ირანული ნავთობის იმპორტი და გაყინა ირანის აქტივები, რომელიც იმ დროს 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ასე დაიწყო სანქციების ეპოქა ირანისთვის. რევოლუციის შედეგად დამყარდა აიათოლას მმართველობა. ქვეყანაში მმართველობა ეკუთვნის აიათოლას, ანუ სასულიერო პირებს. ირანის მმართველობის სისტემა დღეს ასეა მოწყობილი. არსებობს სასულიერო ლიდერი 1990 წლიდან დღემდე ეს არის აიათოლა ალი ხამენეი, ის უვადო მმართველად აირჩია ექსპერტთა საბჭო.
ექსპერტთა საბჭო შედგება რელიგიური პირებისგან. თან ამ საბჭოში არის სხვადასხვა ფრაქციები, კონსერვატორები, რეფორმისტები და დამოუკიდებელი წევრები. ალბათ გაგიკვირდება და ექსპერტების საბჭოს ირჩევენ 8 წელიწადში ერთხელ, პირდაპირ საერთო სახალხო კენჭისყრით. დღეს ამ ექსპერტთა საბჭოს მოვალეობაა უმაღლესი ლიდერის აიათოლას მუშაობის კონტროლი. თუმცა რეალურად აიათოლას სრული ძალაუფლება აქვს. ამასთანავე ირანში ისევ ირჩევენ პრეზიდენტს და მეჯლისს, ანუ პარლამენტს. ერთი შეხედვით ირანში საკმაოდ კონკურენტული არჩევნები ტარდება. მაგალითად, ბოლო არჩევნების დროს პრეზიდენტის არჩევას 2 ტური დასჭირდა. მასუდ პეზეშკიანმა პირველ ტურში ხმების 42% აიღო, ხოლო მეორეში 53%. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან არჩევნებზე ვის შეუძლია გასვლა და ვის არა, ამას წყვეტს ორგანო, რომელსაც კონსტიტუციის გუშაგები ჰქვია. კონსტიტუციის გუშაგებს, რა თქმა უნდა, ნიშნავს აიათოლა. შესაბამისად, რეფორმისტები და პრინციპიალისტები, ანუ კონსერვატორები, იბრძვიან მეჯლისისთვის და პრეზიდენტობისთვის. თუმცა თავად ამ პარტიების შემადგენლობა და პოლიტიკა კონტროლდება აიათოლას მიერ. გაგიკვირდება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, პროკურორებს, ჯარის ხელმძღვანელებს და ცალკე კონსტიტუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობას ნიშნავს აიათოლა. კონსტიტუციის გუშაგთა კორპუსი ძალიან საინტერესო მოვლენაა. ეს ფაქტობრივად ელიტური ჯარია, რომელიც გარდა იმისა, რომ თავდაცვის ფუნქციებს ასრულებს, ასევე ჩართულია ბიზნესში. გუშაგთა კორპუსის ჯარისკაცების რაოდენობა 9 მილიონია და ეკონომიკის დაახლოებით მესამეც მისი მეთაურობა განაგებს. თუ ჩვეულებრივი ჯარი გარე აგრესიის მოსაგერიებლადაა, გუშაგები ვალდებულნი არიან ებრძოლონ შიდა ოპოზიციას, დისიდენტებს და ნებისმიერ ძალას, რომელიც თეოკრატიულ რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ეს ფაქტობრივად აიათოლას პირადი გვარდიაა. ასეთი მმართველობის შედეგად 1979 წლიდან მოყოლებული ირანი ნელ-ნელა იზოლაციაში მოექცა. განსაკუთრებით 2002 წლის შემდეგ, როდესაც ეჭვი გაჩნდა, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა. თუმცა თავად ირანი ამას უარყოფ. ისლამურ რესპუბლიკას სანქციაზე დაუწესეს. ირანი ნავთობს ღიად და მომგებიანად ვეღარ ყიდდა. მოსახლეობა ბევრს ითმენდა, რადგან ხელისუფლება მათ არწმუნებდა, რომ მთელ რესურსს ქვეყნის სამხედრო გაძლიერებაში ხარჯავდა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ირანმა რამდენიმე მასშტაბური პროტესტი გამოიარა. ჯერ 2019 წელს მოხდა ეგრეთ წოდებული სისხლიანი ნოემბერი. შემდეგ 2021 წელს ირანის სამხრეთ-დასავლეთში, ხუზესტანის პროვინციაში დაიწყო მასობრივი გამოსვლები წყლის მწვავე დეფიციტის გამო. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი 2022-2023 წლის ყველაზე მასშტაბური პროტესტი ირანის ისტორიაში იყო, ქალი სიცოცხლე თავისუფლება. ამ ბოლო პროტესტის მიზეზი 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილია. ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა, რის შედეგადაც გოგონა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ეს პროტესტი 5 თვე გრძელდებოდა. ირანული რეჟიმი ხალხის ქუჩაში ხოცვას არ ერიდებოდა. სამივე პროტესტი გაჩერდა. პროტესტი პირდაპირ მნიშვნელობით სისხლში ჩაახშეს. თუმცა 2025 წლის ივნისის მოვლენებმა ბევრი რამ ეჭვის ქვეშ დააყენა. ჯერ ისრაელმა 2 დღეში თეირანის ცაზე კონტროლი მოიპოვა. შემდეგ ამერიკამ დანაკარგების გარეშე ირანზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც განადგურდა ირანის ბირთვული პოტენციალის დიდი ნაწილი. მიუხედავად ამისა, დღემდე მაინც ისე ჩანდა, რომ თითქოს ირანის მოსახლეობა სანქციებთან, ომთან და საკუთარი ხალხის სისხლისღვრასთან ერთად ცხოვრებას შეეგუა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ასე არაა. ისტორიული მოვლენების მიმოხილვისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა და ძალაუფლების დაბრუნება დღემდე უნდა შახის შვილს, რომელსაც ტრადიციულად რეზა ფაჰლევი ჰქვია. ის დღეს ამერიკის მოქალაქეა. მას შემდეგ, რაც ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რეზა მოსახლეობას აჯანყებისკენ მოუწოდებდა. ამბობდა, რომ შეშინებული ვირთხა ხამენეი იატაკ ქვეშეთში გადავიდა და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. ახლაც ის აქტიურად მოუწოდებს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ. ხო და მოდით ვნახოთ, ახლა რა ხდება. დეკემბრის ბოლოს პროტესტი დაიწყო იმ ხალხმა, ვინც ყველაზე მეტად გრძნობს ეკონომიკურ პრობლემებს, გარე ვაჭრებმა.
28 დეკემბერს მათ მოაწყეს გაფიცვა თეირანის ბაზარში. დახურეს მაღაზიები და გააჩერეს ვაჭრობა. ამ პროტესტს მალევე შეუერთდნენ სტუდენტები და მუშები. გარე მოვაჭრეები აქამდე ცნობილი იყვნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით. ის რომ მოვაჭრეებთან ოფიციალურ თეირანს ურთიერთობის გაფუჭება არც ახლა უნდოდა, მათი ოფიციალური განცხადებებიდაც ჩანს. ისინი აღიარებდნენ, რომ ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად ისინი მოვაჭრეებთან უნდა დამჯდარიყვნენ და მოლაპარაკებები დაეწყოთ. ამავე დროს სტუდენტებსა და სხვა ჯგუფებს გარედან მართულ ძალებად მოიხსენიებდნენ. აიათოლა ისიც თქვა, რომ ამ ჯგუფების მიმართ დანდობა არ იქნება. ხალხს დღეს უსწორდებიან წყლის ჭავლით, ხელკეტებით და ტყვიებით. ამ მომენტისთვის ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი. პროტესტი არაა ცენტრალიზებული და არ ყავს ლიდერი, რადგან რაიმეს დაგვეგმა წინასწარი ირანში შეუძლებელია. შეზღუდულია ინტერნეტი და უშიშროება აკონტროლებს ყველაფერს. შესაბამისად, სიტუაცია ზუსტად ისეთივეა, როგორც წინა პროტესტების დროს. ამიტომ აქციები იგეგმება სტიქიურად. უბნებში სხვადასხვა ჯგუფები ხალხს მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისკენ და ხალხი გადის. თუმცა ამ პირობებში რაიმე პროგნოზების გაკეთება ჭირს, რადგან ირანულ ხელისუფლებას აქვს გამოცდილება მსგავს სტიქიურ პროცესებთან გამკლავების. დღეს პროტესტი უკვე 200-ზე მეტ ქალაქშია. საინტერესოა, რომ პროტესტმა მიაღწია ისეთ კონსერვატიულ და რელიგიურ ცენტრებშიც კი, როგორიცაა ყუმი, შიიტების წმინდა ქალაქი, სადაც უმაღლესი სასულიერო პირები სწავლობენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმმა მხარდაჭერა დაკარგა თავის ტრადიციულ დასაყრდენ ქალაქებშიც კი. უამრავ ქალაქში შეტაკებებია პირდაპირ კონსტიტუციის გუშაგთა კორპუსთან. წვავენ მათ შენობებსაც. 31 დეკემბერს ცეცხლი გაუჩნდა ბასიჯის საყრდენ პუნქტს. ბასიჯი ირანელი მოხალისეების სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც რუჰოლა ხომეინის ბრძანებით შეიქმნა. მსგავსი შემთხვევები კიდევ ათობით ქალაქში მოხდა. თუ პირველ დღეებში პროტესტში მხოლოდ ეკონომიკური მოწოდებები ისმოდა, ახლა უკვე მხოლოდ რეჟიმის დამხობის მოწოდებები გვესმის. ეს მოწოდებები პირდაპირ აიათოლასაც ეხება. ჰამადანში ისმოდა შეძახილი, შახი დაბრუნდება. 6 იანვრის ღამეს კი ირანის ხელმძღვანელობამ სრულად დაკარგა კონტროლი ქალაქ აბდანანზე. ძალოვანების ნაწილი დემონსტრანტების მხარეს გადავიდა, ნაწილი კი გაიქცა. ეს პროტესტი განსხვავდება 2022 წლის პროტესტისგან იმით, რა დონის რადიკალიზაციაც ხდება. როგორც ზემოთ ვთქვით, 2022 წლის პროტესტი მიმდინარეობდა რამდენიმე თვე და პირდაპირ შეტაკებები ძალოვანებთან მხოლოდ რამდენიმე კვირაში დაიწყო. მაშინ ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი დააპატიმრეს. ამ შემთხვევაში ეს პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყო და გამწვავდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თეირანის მოვაჭრეების პროტესტი განსაკუთრებით საყურადღებოა. მოვაჭრეები ითვლებიან ყველაზე კონსერვატიულ ჯგუფად და მათი ქუჩაში გამოსვლა თავის დროზე ისლამური რევოლუციის საფუძველი გახდა. ზუსტად კავშირი ბაზარსა და რელიგიურ პირებს შორის იყო სისტემის სოციალურ-პოლიტიკური საყრდენი. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბაზარს ისეთი ეკონომიკური წილი არ უჭირავს, როგორც 70-იან წლებში, თუმცა მაინც ეს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია. ირანის სასულიერო ლიდერები კი ყველაფერს დასავლეთს აბრალებენ და ამბობენ, რომ ხალხის პროტესტს დასავლეთი აორგანიზებს. ისინი ხანდახან ამბობენ, რომ ეკონომიკური პრობლემები რეალურად არ არსებობს და დასავლეთის ფსიქოლოგიური ხრიკია. ამიტომ ყველას დამშვიდებისკენ მოუწოდებენ. ამით ამართლებენ სასულიერო პირები პოლიციის ძალადობასაც, რადგან ამბობენ, რომ ეს წმინდა ომია დასავლეთის წინააღმდეგ. ისინი ამბობენ, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი უკმაყოფილო ქვეყანაში არსებული სიტუაციით კი არ არის, არამედ დასავლეთის აგენტები ებრძვიან ხელისუფლებას. ეს ნარატივი გაძლიერდა განსაკუთრებით ტრამპის სიტყვების მერე. ტრამპმა პირდაპირ დაუჭირა მხარი ირანში არსებულ პროტესტს და განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ირანი გააგრძელებს საკუთარი მოსახლეობის განადგურებას. ჩვენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ, თქვა ტრამპმა. ეს განცხადება ვენესუელის ამბების შემდეგ საერთოდ აღარაა ხუმრობა. ირანმა უპასუხა, რომ პასუხს გასცემს თუ ამერიკა გადაწყვეტ ჩაერთოს ამ საკითხში.
ირანში უკვე დაიწყო ინტერნეტის გათიშვები, რაც მძიმე სიტუაციის მაჩვენებელია. რით დასრულდება ეს პროტესტი, არავინ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ირანში საპროტესტო განწყობები არსად ქრება, პირიქით ძლიერდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს.